მოგესალმებით, მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან შედგენილ მორიგ 5 ტესტურ დავალებას. დავიწყოთ 21 ტესტური დავალებით. გამოძიების ეტაპზე პროკურორმა რ. მიქავამ აღმოაჩინა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებობდა ხარვეზი კონკრეტული ელექტრონული მტკიცებულების დალუქვის წესთან დაკავშირებით. ამ ხარვეზის აღმოსაფხრელად მიქავამ ანალოგიის წესით გამოიყენა მსგავსი საპროცესო ნორმა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბრალდებულ გ.გეგეჭკორის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატმა აღნიშნული მოქმედება გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის პროცესში ანალოგიის გამოყენება აკრძალულია. პირობა გვაქვს შეაფასეთ პროკურორის მიერ საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენების მართლზომიერება. ავარიანტია მართლზომიერია, ვინაიდან კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას პროკურორს აქვს აბსოლუტური უფლება გამოიყენოს ანალოგია ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი უფლების შეზღუდვით. ბ-ვარიანტია არამართლზომიერია, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო სამართალში ხარვეზის არსებობისას ნორმის ანალოგიით გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია. გ-ვარიანტია მართლზომიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიის საფუძველზე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებას ესწრებოდა ორი ნეიტრალური მოწმე და դ-ვარიანტია არამართლზომიერია, ვინაიდან კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. პირდაპირ ვთქვათ, სწორი პასუხი გვექნება դ-ვარიანტი. პროკურორის მიერ ნორმის ამ ანალოგიით გამოყენება არამართლზომიერი არის, რადგან მან გამოიწვია კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვები გვაქვს, რა თქმა უნდა, ანალოგიით გამოყენება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმისა, თუმცა გვაქვს დათქმა, იმ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ანალოგია, თუ იგი არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. გადავიდეთ 22 ტესტურ დავალებაზე. ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიების სტადიაზე წარმოიშვა აუცილებლობა დადგენილიყო განეკუთვნებოდა თუ არა დაზარალებული პირი ბრალდებულ ნ. მელიქიძის ოჯახის წევრთა წრეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებისათვის. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო მელიქიძის მეუღლის შვილი წინა ქორწინებიდან, ანუ გერი, თუმცა მასთან ერთად მუდმივად არ ცხოვრობდა. ბრალდებულის ადვოკატმა მიუთითა, რომ ვინაიდან გერი მასთან ერთად მუდმივად არ ცხოვრობდა, იგი საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ვერ ჩაითვლებოდა. კითხვა გვაქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის ვინ ითვლება ოჯახის წევრად? ა-ვარიანტია მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ბ-ვარიანტია მეუღლე, როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. გ-ვარიანტია მეუღლე, როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანი შვილი ან აყვანილი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. და դ-ვარიანტია მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან აყვანილი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. აქ ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ ტერმინთა განმარტებასთან და არ უნდა გავხსნით ჩვენ საპროცესო ნორმით დადგენილ განმარტებებს და ჩვენი პერიფრაზირება არ უნდა მოვახდინოთ. სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, გვექნება ა-ვარიანტი, რაც გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მესამე ნაწილიდან, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ ოჯახის წევრი ესენი არიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი და ასევე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. მორიგი 23 ტესტური დავალება არის შემდეგი. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული საქმეზე, რომელიც ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი იყო, ბრალდებულმა ნაფიც-მსაჯულთა შერჩევის სხდომის დაწყებამდე დატოვა ქვეყნის ტერიტორია და მიიმალა. ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის დაუსწრებლად განხილვის შესაძლებლობას, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ პროცესის ნაფიცის მსაჯულის მონაწილეობით უნდა გაგრძელებულიყო. დაცვის მხარემ აღნიშნული მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ბრალდებულის მიმართვის პირობებში საქმის განხილვის ფორმატი და საპროცესო შემადგენლობა მკაცრად განსაზღვრულია
საპროცესო კანონმდებლობი და მოსამართლემ დაარღვია განსჯადობის წესები. კითხვა გვაქვს, საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რა საპროცესო შემადგენლობით განიხილება სისხლისამართლის საქმე, თუ იგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია, თუმცა ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. A ვარიანტია, საქმე განიხილება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ერთპიროვნულად საგანგებო წესით. B ვარიანტია, საქმე განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით მხოლოდ დაცვის მხარის წერილობით თანხმობის საფუძველზე. G ვარიანტია, საქმის განხილვა სავალდებულოდ ჩერდება ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენამდე და მისი ძებნის დასრულებამდე. და D ვარიანტია, საქმე სასამართლო განიხილავს ბრალდებულის დაუსწრებლად ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. მოცემული სამართლებრივი კოლიზია პირდაპირ და ცალსახად რეგულირდება საპროცესო კოდექსის 22 მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ჩვენ რა თქმა უნდა სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. მე-22 მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ საგამონაკლისო წესით განსჯადოებასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, თუ სისხლისამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი არის და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ანუ თუ ეს ორი პირობა არის სახეზე, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად. თავისთავად არ გაჩერდება წარმოება დაუსწრებელი. საქმის განხილვა მოხდება, ოღონდ რა თქმა უნდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული წესი გვაქვს ჩადებული ჩვენ 22 მუხლში. მორიგი 24 ტესტური დავალება შეეხება ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულების საკითხს და შეუთავსებლობას, ასე რომ ვთქვათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობდა ნაფიც მსაჯულების შერჩევის წვდომა. კანდიდატთა სიიდან მოწვეულმა ერთ-ერთმა პირმა ნ დვალიშვილმა განაცხადა, რომ იგი პროფესიით არის ფსიქოლოგი. მუშაობს კერძო კლინიკაში და აქვს ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის ქცევისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასებაში. დაცვის მხარემ დაუყოვნებლივ მოითხოვა აღნიშნული კანდიდატის სიიდან ამოღება, აცილება შეუთავსებლობის საფუძვლით. ადვოკატმა მიუთითა, რომ ფსიქოლოგის პროფესია პირდაპირ კავშირშია დანაშაულის მოტივებისა და ბრალდებულის ფსიქიკის შეფასებასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიუკერძოებლობას და პროცესში ნაფისი მსაჯულის ნაცვლად ექსპერტის როლში მის გამოსვლას გამოიწვევს. კითხვა გვაქვს, რამდენად შეესაბამება ადვოკატის მოთხოვნა სისხლისამართლის საპროცესო კანონმდებლობას ფსიქოლოგის პროფესიის მქონე კანდიდატის შეუთავსებლობის გამო აცილების შესახებ. A ვარიანტია, არ შეესაბამება, ვინაიდან პროფესიული ნიშნის შეუთავსებლობის აბსოლუტური საფუძველი ვრცელდება ექსკლუზიურად მხოლოდ გამომძიებლებზე, პროკურორებზე, ადვოკატებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე, ხოლო ფსიქოლოგის პროფესია არ წარმოადგენს შეუთავსებლობის ნორმატიულ საფუძველს. B ვარიანტია, შეესაბამება, ვინაიდან პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლისამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ მას აქვს უმაღლესი ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებათა განათლება, რაც მოიცავს ფსიქოლოგიასაც. G ვარიანტია, არ შეესაბამება, ვინაიდან პროფესიული ნიშნით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს სახელმწიფო საჯარო სამსახურში, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულ ფსიქოლოგზე შეზღუდვა არ ვრცელდება. და D ვარიანტია, შეესაბამება, ვინაიდან ნებისმიერი სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომლის პროფესიამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაზე, ავტომატურად ითვლება შეუთავსებელ სუბიექტად. პირდაპირ დავასახელოთ სწორი პასუხი, გვექნება რა თქმა უნდა A ვარიანტი. ზოგადად გავიხსენოთ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 30 მუხლი, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა პროფესიული, სამსახურებრივი სტატუსის ან კონკრეტული სამართლებრივი მდგომარეობის გამო აბსოლუტურად ეკრძალებათ ნაფიც მსაჯულად ყოფნა. აი ამ მუხლის ექვეპუნქტის თანახმად შეუთავსებლობა ეხებათ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, პოლიციელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებს, თავისთავად ადვოკატებს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, სასულიერო პირს, აღნიშნულ საქმეში სისხლისამართლის პროცესის მონაწილეს, თავისთავად ბრალდებულს, ასევე პირს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობის მოხმარების გამო დაედო ადმინისტრაციული სახდელი და სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლები არის გასული
და ასევე გვაქვს მოცემულობა, როდესაც ნაფიცმსაჯულად ყოფნა ეკრძალება, ასეთი პირი არის ნასამართლობის მქონე პირი. აი ამ ჩამონათვალში ჩვენ ფსიქოლოგი ვერ დავინახეთ, ხო? ამიტომ მარტივად უნდა ვთქვათ, რომ ფსიქოლოგი ვერ გათავისუფლდება, რა თქმა უნდა, ამ ღნიშნული მოვალეობისაგან, რის გამოც თავისთავად ადვოკატის მოთხოვნა არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას და ვთქვით, რომ სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. და გადავიდეთ აღნიშნული ვიდეო განხილვის ბოლო 25 ტესტურ დავალებაზე, რომელიც პროკურორის უფლებამოსილებასა და გამომძიებლის ვალდებულების ნაწილს ეხება, ასე რომ ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებელი. საქმის სირთულიდან გამომდინარე, პროკურორმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც ამავე საქმეზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაავალა იმავე უწყების სხვა გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არიზიებდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. წინა სასამართლოს ხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, რომელიც პროკურორის დადგენილებით დავალებული სხვა გამომძიებლის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა მოპოვებული. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში აქვს თუ არა უფლებამოსილება გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არიძიებს სისხლის სამართლის საქმეს ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. A ვარიანტია არ აქვს ვინაიდან უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვს მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც გამორიცხავს სხვის წარმოებაში არსებულ საქმეზე მოქმედებას. B ვარიანტია აქვს ვინაიდან პროკურორი უფლებამოსილია საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. G ვარიანტია აქვს ვინაიდან გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არიზიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს პროკურორის დავალებით საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება და D ვარიანტია არ აქვს ვინაიდან პროკურორი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველ მხრივ სრულად და ობიექტურად, ხოლო საქმის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გამომძიებლის წერილობითი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მარტივად უნდა ვთქვათ, რომ მეორე გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება არის სრულად კანონიერი, რის გამოც თავისთავად დაცვის ხარის მოთხოვნა წინა სასამართლოს ხდომაზე მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, რა თქმა უნდა, არის უსაფუძვლო. მისი აღნიშნული საპროცესო უფლებამოსილება პირდაპირ რეგულირდება, ასე ვთქვათ, 34 მუხლის მესამე ნაწილიდან, რომელიც იმპერატულად ადგენს სიტყვასიტყვით, რომ გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არიზიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. აქედან გამომდინარე ვიტყვით, რომ სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. მიმდინარე ვიდეო განხილვისთვის აღნიშნული 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა თქვენთვის გამეზიარებინა, ვფიქრობ, რომ მეცადინობის პროცესში ცოდნის გადამეორების თვალსაზრისით გამოგადგებათ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.